და გამოშვების ბოლოს კულტურა სამი ქალაქი და 25-მდე ნამუშევარი ერთ ექსპოზიციაში 5 წლიანი პაუზის შემდეგ ლევან მინდიაშვილი პერსონალური გამოფენისთვის ემზადება. მხატვარი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია საზღვარგარეთ ცხოვრობს, საახალწლოდ თბილისში ჩამოვიდა. ნიუ-იორკში მოღვაწე ხელოვანი ქართველ დამთვალიერებელ სინთეზურ გამოფენას შესთავაზებს. ნახატების პარალელურად უტა ბექაიასთან ერთად შექმნილი პერფორმანსიც იქნება წარმოდგენილი. გამოფენა გალერეა ვანდაში 11 იანვარს გაიხსნება. უცხოეთის სხვადასხვა ქალაქში განცდილი ემოციები, ერთმანეთში შერწყმული განსხვავებული არქიტექტურა და ახალგაზრდა მხატვრისთვის დამახასიათებელი ინტიმი. სპეციალურად თბილისური გამოფენისთვის შექმნილ ნამუშევრებში ლევან მინდიაშვილის ბოლო 5 წლის მოკლე ბიოგრაფია აღწერილი. ეს თბილისი, ბუენოს-აირესი და ნიუ-იორკი. და რაც მაინტერესებს, აგრეთვე ეს არის ერთგვარი იდენტობა, არა მხოლოდ ადამიანის იდენტობა, არამედ როგორც არქიტექტურის. აი ამ ნამუშევარზე, სადაც ეს არის ნიუ-იორკია, მაგრამ ზემოდან აქვს ბუენოს-აირესის სილუეტი გადასული. ყოველთვის ჰქონდა სურვილი რაღაც უჩვეულო შეექმნა. ეძებდა გზებს, როგორ შეიძლებოდა ახლისა და ძველი შერწყმა. ხშირად იყენებს რადიკალურად განსხვავებულ მასალას. ვფარობ ბრინჯის ქაღალდს, რომელსაც აქვს სხვადასხვა ფერი, რომელსაც აქვს სხვადასხვანაირი გამჭვირვალობა, რაც საშუალებას მაძლევს ბევრი ფენი, სხვადასხვა ფენების მიხედვით ავაწყო ნამუშევარი. და ესაც ერთგვარი ჩემთვის ერთგვარი მეტაფორა ის ჩვენი ქვეცნობიერის მრავალშრია. ვცდილობ ნამუშევრებში არ ჩადეს უშუალოდ ადამიანი, მაგრამ ყოველთვის თითოეულ ნივთში იგრძნობოდეს მისი არსებობა. თბილისის სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მხატვარი სასწავლებლად ბუენოს-აირესში გაემგზავრა, სადაც მაგისტრის დიპლომი აიღო. როგორც თავად ამბობს, თანამედროვე ხელოვნება სწორედ იქ ეზიარა. მხატვრობის პარალელურად ფოტოგრაფიითაც არის დაინტერესებული, თუმცა თავს პროფესიონალ ფოტოგრაფად არ მიიჩნევს. აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ჟურნალებთან, სადაც ნახატების გარდა ხელოვნებაზე დაწერილი მისი სტატიებიც იბეჭდება. ლევან მინდიაშვილის ნამუშევრები მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გალერეებსა თუ კერძო კოლექციებში ინახება. ლევანი პროფესიით მოქანდაკეა და ის რომ მოქანდაკეა, ეს ძალიან ჩანს მის ნამუშევრებში, იმიტომ რომ ის წინვალედ ხატავს. ეს ყოველთვის გამოარჩევს მის ნამუშევრებს სხვებისგან. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ინსტალაცია ვიდეო პროექციით, რომელზეც ლევან მინდიაშვილმა უტა ბექაიასთან ერთად იმუშავა. ამას შეცვამს მაგდა გველესიანი და მოგვეხმარება პერფორმენსში. პერფორმენსი იქნება საწოლი და იქნება პროექციები, ლევანის ავტოპორტრეტი იქნება უკან და ეს გოგო იჯდება და გააკეთებს მაქვანს. ერთობლივი პროექტი, რომელიც მოდის ლეიბლის სახით ბუენოს-აირესში დაიწყო, ორმა ხელოვანმა შემოქმედების ნაწილი გახადა და დღეს ამერიკაში მოღვაწე ორი ქართველის პერფორმანსი უკვე სხვადასხვა გამოფენაზე იქმნება. ადამიანი მისთვის ულევი ინსპირაციის წყაროა, ზეწრებში გახვეული, ასე ქვია გამოფენას, რომელსაც ლევან მინდიაშვილი დამთვალიერებელს გალერეა ვანდაში 11 იანვარს შესთავაზებს. მხატვარი სამშობლოს ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველად ეწვია. თებერვალში ისევ მიემგზავრება ნიუ-იორკში, თუმცა იმ პირობით, რომ აქტიურად ითანამშრომლებს საქართველოსთანაც.